დილამშვიდობისა განვაგრძობთ რადიომედის დილის არხის ფორმატში მუშაობას და ახლა გამოვეხმაურებით პროექტს უკვე რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება სახელწოდებით კლიმატის ელჩები მწვანე ბანაკი კვლავ გრძელდება და ლევანდელ მწვანე ბანაკზე ვისაუბრებთ და ასევე ამ ხრივ არსებულ გამოცდილებაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად რადიომედის სტუდიაში ჩვენ პროექტის კოორდინატორს მარიამ სესიტაშვილს მასმეძლობ და მწვანე ბანაკის უკვე ყოფილ მონაწილეს ეთიკო ცერცვაძეს მადლობა სტუმრობისთვის და გამარჯობა გამარჯობა. ეთიკო სანამ თქვენ გითხავთ თქვენს გამოცდილებას და თქვენს მოსაზრებას თუ ემოციებს ამ ბანაკთან მიმართებაში, ალბათ მარიამ მიუხედავად იმისა, რომ პირველად თავსაუბრობთ ამ სტუდიაში ამ პროექტზე, კიდევ ერთხელ საინტერესო იქნება გვითხრათ თუ არ ვცდები 2022-23 წლიდან არის ეს პროექტი და გვითხრათ მისი მიზანი როგორია და არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე წლევანდელ ბანაკთან მიმართებაში რაიმე ტიპის ცვლილებები ან სიახლე ხო არა გვაქვს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მადლობას გიხდით გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სახელით. ზოგადად გარემოს დაცვითი საკითხებით დაინტერესებისათვის და აგრეთვე ცენტრის საქმიანობით დაინტერესებისათვის, რაც შეეხება ჩვენს ბანაკს და თქვენს შეკითხვას, მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები 2022 წლიდან ხორციელდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ. აღნიშნული ბანაკი ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში და თავად ეს პროექტი უკვე ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ბანაკს, ბანაკის მიზანს წარმოადგენს 15-17 წლის ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება. კერძოდ ეს ეხება უშუალოდ კლიმატის ცვლილების საკითხებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განივითარონ გუნდური მუშაობის და თვითპრეზენტაციის უნარი, შეისწავლონ ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვის საკითხი. ასევე შეისწავლონ პროექტის წერის საკითხი, რომლის შესახებაც ეთიკო შემდეგ უფრო დაწვრილებითაც გეტყვით. ჯამში ჩვენ უკვე განვახორციელეთ 5 ბანაკი, 5ჯერ განხორციელდა კლიმატის ელჩების ბანაკი და 208 წარმატებული ახალგაზრდა ყავს ბანაკის ფარგლებში. გასაგებია. აქ მე როგორც ვიცი რაღაც ადრეც ასე იყო, მოზარდებზე იყო უფრო გათვლა და ეს ასაკი ხო არ შემცირებულა, ანუ თქვა სკოლა წელს ის ბავშვები, ვინც სკოლას წელს ამთავრებენ, მათ აქვთ თუ არა ასევე კვლავ მონაწილეობის საშუალება, ნუ ერთიანი გამოცდილებისა თავსატეხების ფონზე და რომელი რა ასაკიდან, მოკლედ როგორია ასაკობრივი ზღვარი, საიდან სანამდე დიახ, როგორც უკვე აღვნიშნე, ასაკობრივი ზღვარი გვაქვს 15-17 წელი. შესაბამისად, ვინც არის 17 წლის და წელს არის აბიტურიენტი, მათაც აქვთ შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რომ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ბანაკში. აგრეთვე ჩვენ არ ვზღუდავთ საჯარო სკოლების ან კერძო სკოლების ნაწილში, კოლეჯის, ასე ვთქვათ, პროფესიული სასწავლებლის 15-17 წლის ახალგაზრდასაც შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს და აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს მიმდინარე ბანაკის შესახებ მიღების შესახებ ასე ვთქვათ ინფორმაცია. აღნიშნული აპლიკაცია შესაძლებელია იხილონ ჩვენი გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის გვერდზე, ვინც არის დაინტერესებული და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ 15-17 წლის ახალგაზრდას პირველ ეტაპზე აუცილებელია, რომ შეუძლიათ, რომ ასე ვთქვათ, გამოაგზავნონ აპლიკაცია. შემდეგ მოხდება ამ აპლიკაციების გადარჩევა კომისიის მიერ და მეორე ეტაპზე უკვე მოხდება იმ აპლიკანტებთან გასაუბრება, ვინც გადავა, ასე ვთქვათ, მეორე ეტაპზე. და იმ მეორე ეტაპზე გადასულებს შორისაც შეირჩევა მოხდება? 50 ახალგაზრდა შეირჩევა ჯამში ბანაკის მონაწილედ. რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი, რაზეც აქცენტს აკეთებთ, როცა 50-ზე ბევრად მეტი მოდის თქვათ? აი, ახლა უკვე მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 200-მდე აპლიკაცია გვაქვს მიღებული უკვე ჩვენ. 25 ივნისს სრულდება აპლიკაციების მიღება და კიდევ ძალიან ბევრი აპლიკაცია
კვალიფიკაცია შემოვა, ასე ვთქვათ. რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, როგორც უკვე აღვნიშნა, პირველი კრიტერიუმი არის ასაკი, ზღვარი გვაქვს ასაკობრივი და აუცილებლად დაინტერესებული უნდა იყოს ახალგაზრდა გარემოს დაცვითი საკითხებით. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კიდევ უფრო რომ ჩავშალოთ აი საკითხები თუ რის შესახებ ვაკეთებთ ბანაკში აქცენტს, ეს საკითხები არის კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირება, ჰიდროლოგიური საფრთხეები, გეოლოგიური საფრთხეები, აგრეთვე ბიომრავალფეროვნება, ტყის და ტყის მდგრადი მართვის საკითხი, წყლის და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო კიდევ არის ის, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ პროექტის წერა. ეს ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ბანაკში ყოფნის დროს ერთობლივად შეიმუშავებენ მცირე პროექტებს და ამ პროექტებით, როდესაც ბრუნდებიან უკვე თავიანთ მუნიციპალიტეტებში, მცირე აქტივობებს ახორციელებენ თემში, სკოლაში, თანატოლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მიღებული ცოდნა გაუზიარონ თავიანთ მეგობრებს. კი ბატონო, და მე განავითარონ, რაც ვთქვათ, ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობები. ეთიკო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში და გითხარით თქვენი გამოცდილების შესახებ. რამდენად გააზრებული გქონდათ, როდესაც ამ ბანაკში მიდიოდით უბრალოდ ბანაკის და საფხულის მეგობრებთან ერთად ან ახალი ნაცნობების გაჩენის მიზნით გადაწყვეტეთ წასვლა და შემდეგ რა მოცემულობა მიიღეთ? მოკლედ თქვენი მოლოდინი რამდენად დაემთხვა რეალობაზე, საერთოდ როგორია ის ემოცია, რომელიც ამ ბანაკმა მოგცეთ? უპირველეს ყოვლისა გამარჯობა. მე ბანაკის მონაწილე ვიყავი წინა საფხულს, თუმცა ჩემ მოლოდინებს სრულიად გადააჭარბა ამ ბანაკმა, ვინაიდან თავდაპირველად მანამდეც ვიყავი დაინტერესებული ამ გარემოს დაცვითი საკითხებით და კლიმატის ცვლილებით, თუმცა ასეთი დიდი ცოდნა არ მქონია ამ საკითხებთან დაკავშირებით და როდესაც უკვე ეს აპლიკაცია შეხვდა გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ძალიან გამიხარდა, ვინაიდან მინდოდა ისეთი ახალგაზრდების გაცნობაც, რომელთანაც საერთო ინტერესები მაქვს და რომელთან ერთადაც შევძლებდი რომ ამ საკითხებს ერთად გვემსჯელა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა როგორც მოქალაქეებს. ეს თვითონ ბანაკი ძალიან საინტერესო იყო, სპიკერებიც და კოორდინატორებიც თავის საქმის პროფესიონალები იყვნენ, ვინაიდან თავდაპირველად უკვე ბანაკის დასაწყისში გვქონდა ლექციები, სადაც ცნობიერება აგვიმაღლეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ეკოლოგია, ჰიდროლოგია, გეოლოგია და სხვა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. შემდეგ უკვე გადავედით ისეთ საკითხებზე და ისეთ პროექტებზე, სადაც უკვე ჩვენ უნდა მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა როგორც ამის განვითარებაში, არამედ შემდეგ უკვე ჩვენს თემში, სკოლასა თუ ქალაქში ამ ყველაფრის გავრცელებაში. მოკლედ, როგორც ხვდები, ისეთი ემოციით საუბრობთ, რომ მოლოდინს გადააჭარბა. მოკლედ, რა იყო ის ძირითადი, რაც მოგცათ? გასაგებია, რომ თქვენ ინტერესი გქონდათ და კრიტერიუმიც ერთ-ერთია, რომ გარემოს დაცვისადმი ინტერესი იყოს. ახლა თქვენი ასაკი ისეთია, რომ ზრდასრულებს უჭირთ რაღაცეების გააზრება და რაღაც ზედაპირული რაღაცის ინტერესი ერთია და მე სიღრმისეული აღმოჩენა სხვა რამეს იძლევა. შეიძლება თურმე ეს ის არ არის საერთოდ როგორც გეგონა და წარმოგედგინა და ასე შემდეგ. თქვენი ამ ბანაკში მოხვედრის შემდეგ თქვენი დამოკიდებულება გარემოს დაცვითი თემის მიმართ ინტერესი რამდენად გაიზარდა და რამდენად შეიძლება პერსპექტივაში პროფესიულად ეს თქვენი გახდეს? თავდაპირველად არ ვფიქრობდი, რომ ამას გამოვიყენებდი ალბათ ჩემს სამოვალ პროფესიის არჩევის პერიოდში, თუმცა იმდენად გაღრმავდა ჩემი ცოდნა ამ საკითხებში, იმდენად გაიზარდა იმის პერსპექტივა, რომ შესაძლოა მე სწორედ ამ განხრით წავიდე, რომ ამ ბანაკმა მომცა როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული და ამ ადამიანების გაცნობით კიდევ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა მივიღე, რასაც რა თქმა უნდა შემდეგში აუცილებლად გამოვიყენებ, ვინაიდან სანამ ამ ბანაკში მივიღებდი მონაწილეობას, მხოლოდ ზედაპირულად ვიცოდი ესა თუ ის საკითხები და საერთოდ არ ვფიქრობდი თუ რამეში გამომადგებოდა, ვთქვათ, მომავალში ჩემ პროფესიის მხრივ. თუმცა შემდეგ უკვე ბანაკში მონაწილეობისას დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მოდის ახლა და რომელსაც შესწევს ძალა, რომ შეცვალოს მსოფლიო და თაობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე და რომელსაც, რა თქმა უნდა, თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ ამ გარემოს დაცვითი საკითხები
საკითხებისას, ვინაიდან დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია კლიმატის ცვლილება, ვინაიდან ის უკვე ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის და ჩემი აზრით ყველა ადამიანი ვალდებულიც არის რომ ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ საკითხებში. გასაგებია. და თქვენ ახსენეთ თეორიული და პრაქტიკული ნაწილი. თეორიული თვალსაზრისით რომ მიიღეთ გასაგებია და ლოგიკურია და პრაქტიკული აქმადობა თუ გამოყენება ბანაკში მიღებული ცოდნა რაში გამოისახა თქვენთან? ჩვენ სკოლაში გვაქვს ეკოკლუბი, სადაც საკმაოდ ხშირად ვატარებთ მსგავს პრაქტიკულ დავალებებსა და სხვადასხვა პრეზენტაციებს, ხოლო სწორედ ამ ბანაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული ნამუშევრები ჩვენ ეკოკლუბის წევრებსაც გაუზიარეთ და ჩვენი სკოლის მოსწავლეებსაც, ვინაიდან ისინი საკმაოდ დაინტერესებულები არიან ამ საკითხებით და როდესაც უკვე ამ პრაქტიკულს, ამ თეორიასა და პრაქტიკას გამოვიყენებთ უკვე სხვა ადამიანებთან, რათა მათაც გაუღრმავოთ ცოდნა და მიიღონ იმავე გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ბანაკის პერიოდში, ეს ბევრად უფრო კარგია და დადებით შედეგსაც გვაძლევს. თუ საიდუმლო არ არის, თქვენ გადაწყვეტეთ, რომ დაუკავშიროთ თქვენი მომავალი პროფესია გარემოს დაცვას? დიახ, ვფიქრობ. კიდევ ვფიქრობთ, ასე ვთქვათ, გასაგებია. ის რომ კლუბის წევრებს მინიმუმ და სკოლაში მეგობრებს ამ დადებით ემოციას გაუზიარებთ თქვენ და დანარჩენი 50 და შემდეგ უკვე გავრცელდება ის ინფორმაცია 200-ის ალბათ შეიძლება ცოტა არის და ვფიქრობ იმდენად მიზანი არის სწორი და სამიზნე ჯგუფი არის აბსოლუტურად სწორი, რომ შეიძლება 50 კაციანი ბანაკის მოცემულობა კიდევ უფრო გაზარდოთ და ზაფხულთან ერთად იქნებ ზამთარზეც იფიქროთ, იმიტომ რომ მართლაც მომავალი თაობის მხრიდან ამ ყველაფრის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენზე უფროსი თაობა ამ ყველაფერს გზა და გზა იგებს და სწავლობს და ამ ცოდნას თქვენ გიზიარებთ და თქვენ ოდნავ მეტად შეიარაღებული შეხდებით კლიმატის ცვლილებას. ეს არის ალბათ მთავარი არსი და გარემოს მიმართ თქვენი დამოკიდებულება. მარიამ, როგორ ხედავთ რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც თქვათ მესმის თქვენ ადრე იქ არიყავით, მაგრამ ხო გაქვთ სტატისტიკა, დაკვირვების მექანიზმები, ის ბავშვები, რომლებიც მოდიან სწავლობენ, კარგი გაგებით გარემოს დაცვის თემატიკით თუ მოიწამლებიან, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოვლათია ამ პროექტისა. ინტერესი რამდენად მაღალია და აქ ბანაკ გავლილebთან კომუნიკაცია რას გაძლევთ მათი თემით დაინტერესება, როგორ ერთია რომ აძლევს მათ რაღაც სანაცნობო წრე იზრდება, რაღაც გამოცდილება აქვთ პროექტები ახსენეთ, არაერთხელ მესმის ახაც შეიძლება წერის კულტურა გამოიყენონ, მაგრამ პირობითად მე წავიდნენ და გარემოს დაცვის კი არა, საერთოდ სხვა მიმართულებით პროექტებზე იმუშაონ და კი მისცემს რაღაც, მაგრამ გარემოს დაცვის თემატიკასთან მიმართებაში თქვენ ახლა იმდენი მიმართულება ჩამოთვალეთ იქ ჰიდროლოგია, ატმოსფერული ჰაერი და ასე შემდეგ, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, რომ რაღაცა პროფესიული დავიწყება თუ ახმადობის რაღაც კონკრეტული შრეც შეისწავლოს უფრო მეტად. ზოგადად გარემოს დაცვისადმი ბანაკ გავლილების დამოკიდებულება რა კუთხით იცვლება? ძალიან კარგი კითხვა და პრაქტიკაში რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენ მსგავსი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ჩვენი ყოფილი კლიმატის ელჩი, ასე ვთქვათ, ყოფილი არ არსებობს პრინციპში კლიმატის ელჩის სტატუსს მუდმივად ატარებენ ისინი. ჩვენი ბანაკის მონაწილეები პროფესიული კუთხითაც რომ აურჩევიათ, ასე ვთქვათ, ეკოლოგიის პროფესია ან გეოლოგის პროფესია. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ჩვენი ბანაკისა ცენტრს, გარემოს დაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრს, აი ამ ასაკობრივ კატეგორიაში 15-17 წელი, 12-15 წელი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ახალგაზრდული პროგრამა აქვს. სულ ახლახანს დასრულდა, მაგალითად, სატყეო სკოლის ბანაკი, აგროსკოლა გვაქვს ასევე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა. ყველა აქტივობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მოვუწოდოთ, რომ უფრო მეტად ჩაერთონ გარემოს დაცვის საკითხების მიმართ, უფრო მეტად გამოხატონ ინტერესი და აგრეთვე მოვუწოდოთ, რომ დამეთანხმებით, რომ ეს მწვანე დეფიციტური პროფესიები რაც არის, ხომ
არ ვიცი, ალბათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აირჩიონ ეს დეფიციტური პროფესიები, სწავლა გააგრძელონ შემდეგ ისეთ პროფესიებზე, როგორც არის პროფესია გეოლოგი, ჰიდროლოგი და ყოველთვის აღნიშნავენ თავად, მაგალითად გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც, რომ გვჭირდება ახალი თაობა, გვჭირდება ახალგაზრდები. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად ახალგაზრდები ჩაერთონ გარემოს დაცვის საკითხებში და შემდეგ უკვე გააგრძელონ სწავლა ამ მიმართულებით. ნამდვილად ალბათ კიდე მასშტაბები უნდა გაზარდოთ, იმიტომ რომ მეტი ახალგაზრდა გაეცნოს თემატიკას და მე რა იქნება მათი გადასაწყვეტია. ეს ერთი თემაა, თქვა, მოზარდებზე რაც არის გაფლილი სკოლის მოსწავლეებს და აბსოლუტურად სწორი ფოკუს ჯგუფია, მაგრამ მოზარდები, რომლებიც მე მიდიან და უნივერსიტეტის უმაღლეს სასწავლებლების ზოგადად ინსტიტუტი იქნება უნივერსიტეტი, თუნდაც პროფესიული სასწავლებელი იქ სწავლობენ, შეიძლება მათ საერთოდ სხვადასხვა პროფესია აირჩიეს, თუმცა მათშიც გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულება, გარემოს გრადობის ღირებულების, ახმადობის განსავითარებლად, ანუ სტუდენტებზე გათვლილი ხო არაფერი გაქვთ ცენტრში, ან ხო არ განიხილავთ, რომ ასე ვთქვათ, ეს კომუნიკაცია არ დასრულდეს მოზარდ ასაკში. სტუდენტების ნაწილში ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობთ, აქტიურად გვაქვს ესეთი პროგრამა, მოკლედ ვიტყვი ძალიან. ეს არის მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა, სადაც დეფიციტურ პროფესიებზე, ვინც სწავლობს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ აღნიშნული სტიპენდიის მფლობელები გახდნენ და ესეც არის ერთგვარი мотиваცია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაინტერესდნენ სტუდენტები. ხო, მაგრამ სამწუხაროდ ესე ეფექტიანად ეს ყველაფერი ჯერ ვერ მუშაობს. მაინც თუმცა სტატისტიკურად გვაქვს დადებითი ტენდენცია, კარგი. ტენდენცია. იმიტომ რაღაც არ ვიცი რასთან დაკავშირებული რაღაც რამდენიმე ფაკულტეტია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალია მოთხოვნა და მე ერთმანეთს ხელს უშლიან, მაინც აქით მიდიან და ეს რაღაც სტერეოტიპი რაღაცნაირად დასამსროვია. და სტუდენტებში მე ვიგულისხმე ის სტუდენტების, რომლებიც საერთოდ სხვა ფაკულტეტზე სწავლობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც რთული ასაკიას დასრულებსაც კიდევ ერთხელ ამბობ, ბევრი რამის გადახარშვა და გააზრება უჭირდა. შეიძლება მეორე კურსზე მყოფმა სტუდენტმა აღმოაჩინოს, რომ ეს ფაკულტეტი საერთოდ არ არის მისი. და სწორედ აი ამ პერიოდში თუ ის ბანაკის ან თქვენი ცენტრის რაიმე ტიპის პროექტთან იქნება კავშირი, შეიძლება იქ აღმოაჩინოს, რომ საერთოდ შეიცვალოს პროფესია და მე გადავიდეს, თუნდაც მობილობა გამოიყენოს და გადაერთოს სხვა მიმართულებით, ალბათ საინტერესო იქნება ამ კუთხით დაინტერესება. მე მგონი ძირითად ასპექტებზე ამ პროექტისა ვისაუბრეთ, კლიმატის ელჩებად ქცევის შესაძლებლობა ვისაც აქვს წელს კიდევ ერთხელ შეახსენეთ რა დრომდე, როგორ და რანაირად შეუძლიათ რეგისტრაცია და სანამ თქვენგან ამ შეხსენებას მოვისმენთ, ნედიკო თუ შეგიძლიათ თქვენ თანატოლებს უთხრათ რატომ უნდა გადაწყვეტონ ბანაკში წასვლა. ვიღაცას შეიძლება საერთოდ სხვა გეგმები აქვს, რომ საფხული სხვანაირად გაატაროს. უბრალოდ ყოვლისა ვურჩევ ყველა ჩემტყელ ახალგაზრდას, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და ამ ბანაკში. ვინაიდან ეს ბანაკი იძლევა საოცრად უსაზღვრო შესაძლებლობებს. აქ ისინი იღებენ ძალიან კარგ ცოდნას, იღმავებენ ცოდნას სხვადასხვა გეოლოგიურ თუ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ეს ცოდნა თუნდაც უნივერსიტეტში არ დაგჭირდეს, მაგალითად სხვა ფაკულტეტზე აბარებ, მაინც ყოველდღიურობაში ძალიან საჭიროა. ასევე ამ პრაქტიკულ დაავადებებში ჩვენ არ ვართ მხოლოდ კონცენტრირებული რაღაც კონკრეტულ თემებზე, არამედ სხვა თემებსაც ვეხებით, რაც რა თქმა უნდა გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რა თქმა უნდა ყველას ვურჩევდი, რომ მოსულყვენ ვინაიდან აქ გაიცნობენ ისეთ კარგ ადამიანებს, ისეთ თავიდან თანატოლებს, რომელთანაც აქვთ საერთო ინტერესები, გაატარებენ ძალიან კარგ დროს ერთად და რა თქმა უნდა სანაცნობო წრეებსაც გაზრდიან საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონიდან. გასაგებია. და გალუდამარია, ახლა თქვენ გისმენთ, გითხარით კიდევ ერთხელ რა პერიოდამდე და როგორ შეუძლიათ რეგისტრაცია. კი ბატონო, კიდევ ერთხელ განმეორდები და აღვნიშნავ, რომ მწვანე ბანაკში კლიმატის ელჩები მონაწილეთა მიღება უკვე დაწყებულია 25 ივნისამდე, შესაძლებლობა აქვს 15-17 წლის ახალგაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით ბანაკში დაინტერესების და მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნოს აპლიკაცია, რომელსაც იხილავს ჩვენი გარემოს დაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრის სოციალური ქსელის გვერდზეც და ვებ გვერდზეც და შემდეგ უკვე ჩვენ ვეცდებით
მაქსიმალურად კომპეტენტურად ჩვენი კომისიის მიერ შეირჩევა, მეორე ეტაპზე გასაუბრებები დაიგეგმება და 50 ახალგაზრდა მოიყრეს თავს 23-29 ივლისის თარიღებში დაბა ბაკურიანში. წარმატებებს გისურვებთ და უღრმესი მადლობა. კარგი გამოცდილების მიღებას იმ მოზარდებს, რომლებიც ამ ბანაკში აღმოჩნდებიან. მადლობა, ვინც გვიან შემოგვიერთით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით პროექტზე მწვანე ბანაკის კლიმატის ელჩებზე და ჩვენ სტუმრებთან დიალოგი რადიო ენდის Facebook გვერდზე აიტვირთება დროებით.